ადამიანთა შორის საუკეთესო და საუკეთესათა შორის უსაუკეთესო. ეხლა გაგიკითხოთ, ეს არის დიდი ხნის წინ გაკეთებულია ეს რომელიც 2018 წელი გავიდა ამას. ჩემი გამოცდილებით, რაც მივიღე სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოში, რუსეთში, საბერძნეთში, ამერიკაში სხვადასხვა წარმომავლობის ეკლესიებში პირდაპირ და უშუალოდ და ირიბად, ასე ვთქვათ, ადამიანთა გაცნობით. კარგად ვიცნობ მოლდაველებს, რუმინელებს, სერბებს, ბულგარელებს, ნაკლებად ვარ თავად ბულგარეთში ვარ ნავყოფი და ბულგარელებს სტუმრები მყავდა საქართველოშიც რო ვიყავი სამღვდელოება. უკრაინელებს ამათაც და იმათაც. ბერძნებს, ქალაქის ბერძნებს, სამონასტრო ბერძნებს, ათონის თასს. ევროპის ემიგრაციულ ეკლებს, ბერძნულ ეკლესიას, პარიზის რუსული და მოლდავური ეკლესიების, სერბებს პირადად ძალიან კარგად. ქალაქის და პროვინციის ბერძნულ ეკლესიებს, თესალონიკის, ათენში როგორ არის პროვინციებში, როგორ არის სოფლებში. ქართულზე ხო პრესვამობ, თუმცა როგორც ბოლო ხანებში შევატყე, რამდენიმე ახალგაზრდა ქართველი ჩამოვიდა მღვდელი. ესე იგი ის თაობა, რომელსაც მე რეალურად არ ვიცნობ 2000-იანი წლების შემდგომი თაობა. ზოგიერთი საერთოდ ახლახან ეკურთხა. და საერთოდ არ ვიცნობ, პირადად არ შევხვედრი ვარ, შემთხვევებიც კი არის, რომ მაგალითად თურმე ჩემ წირვაზე მდგარან როგორც მაგალითად კითხველები ან სტიქაროსნები, მე აურად არ მახსოვს და ძალიან შეცვლილია, რომ მაგალითად მე მახსოვს პირადად ფოთის ეპისკოპოსი ჯერ გურამი რო ერქვა და ყვითელი მასკუთში ყავდა მაშინ. პირადად ვიცნობდი მას. შეხვედრივად შემოგვიმეში ამოდიოდა მონასტერში რო ვიყავი, გულუხიას, რომელიც საბერძნეთში ჩამოდიოდა. და ბევრ სხვას. ჯერ კიდევ მორჩილები რო იყვნენ, ახლა ეპისკოპოსები რო არიან. დიდი ხნის უკვე. აქ ამერიკაში როგორც გითხარით, ბევრ სხვადასხვანაირ მაგალითად პირადად ვიცნობ ეფრემს არ შევხვედრივალა არიზონელს პირადად, მაგრამ აი სადაც ჩამოვიდა ამერიკაში და რომელ ეკლესიაშიც დაიწყო ხალხის მოკრება და მისი უშუალო პირველი მრევლი, ვინც სახლში ცხოვრობდა, ის იყო ჩემი მგალობელი და მასთან ერთად 10 წელი ვიყავი და მისგან ვიცი ყველაფერი. მის შესახებ და მისი მრევლის შესახებ და როგორი იდეოლოგია აქვს არა მარტო მას, არამედ სხვებს მისი ნაწარმოებების წამიკითხავს და მის მრევლსაც უშუალოდ შეხვედრება. შეხვედრება რუსული წარმომავლობის ბევრ მონაზონობას, შეხვედრება აქაურ ამერიკელ კონვერტებს ვეძახი ჩვენ მოქცეულებს, მიკითხავს მათი წიგნები, დაწერილები, ზოგის ფილოსოფოსის, ზოგის ასეთის ენებს საკმაოდ ნორმალურად, საერთოდ ენებისმიერ მიდრეკილება არ მაქვს განსაკუთრებით ლაპარაკში. ატყუთ როგორ მეტყველებაც მაქვს. ეხლა წარმოვიდგინეთ ქართულად მეტყველებას და სხვა ენებზე როგორი. მაგრამ აი რაც შეეხება ფილოსოფიურ ტექსტებსა და თეოლოგიურ ტექსტებს, ძალიან წყალივით ვკითხულობ, მხატვრულ ლიტერატურასაც ცხადია. ყველაზე მეტად მიადვილება რუსული, ინგლისური და ბერძნული, ჯოლბერძნულსაც ვფლობ. მეტნაკლებად ბიზანტიურს უფრო, მაგრამ მეტნაკლებად ვფლობ. მოყოლ მუშაობა ძალიან ადვილად შემიძლია, საერთოდ ნებისმიერი ტექსტის
გამუშავება შემიძლია. ხა დღევანდელი მონაცემებით როცა წინ კიდევ რუსული თარგმანი შეიძლება 2 ან 3 რუსული თარგმანი, ან კიდევ 2 ან 3 ინგლისური თარგმანი, კიდევ ახალბერძნული თარგმანი, ზოგიერთ შემთხვევაში ქართული თარგმანიც გვაქვს. ბერძნულსაც იცი და ეხლა უკვე საერთოდ artificial intelligence როგორ არის ხელოვნური ინტელექტი პირდაპირ გითარგმნი ძველ ტექსტებსაც კი და გაცილებით უკეთესად ვიდრე მაგალითად ინგლისურში ან თუნდაც ქართული მაგალითად მაქსიმ აღსარებლის სიყვარულის თავები არის თარგმნილი 400-ეული ქართულად. ცუდნამდე და კარგია, მაგრამ თუ პირდაპირ აიღებ ძველ ბერძნულს ან ტექსტს და ჩააგდებთ artificial intelligence უკეთეს თარგმანს აკეთება, ადარებ ხოლმე, ჭირდება ხოლმე. ამ ბერძნულში მოგონი სამჯერ არის საერთოდ ახალ ბერძნულად, ეხლა გამოვიდა კიდევ. ვატოპედის მონასტრის ავტორიტეტული მონასტერია. აბა საერთოდ გეუბნებით, რომ გარკვეული გამოცდილება მაქვს. ეხლა ჩემი მორალურ ღირსებებზე არ დავიწყებ ლაპარაკს, შეიძლება სრულად უღირსი ადამიანიც იყო, მაგრამ უბრალოდ ინფორმაციას გაწვდით. ეხლა განსაკუთრებით ამ artificial intelligence-ის საშუალებით უკვე შესაძლებელი ხდება უზარმაზარი ტექსტების დამუშავება, უყურეთ რამეს გავფრთხილებთ, რომ ძალიან ბევრია ლიტერატურა ნებისმიერ თემაზე, ძალიან ბევრია და ეხლა რაღაც ისეთი პერიოდი დგება, რომ ადერ თუ შესაძლებელი იყო, რომ რაღაც ერთ-ორ წყაროს აიღებდი კვლევას, დიდ კვლევას, ან მცირე კვლევას, რომელიღაცა შეგეძლო იმას დაყრდნობოდი და ის ეხლა მაგას ვეღარც გააკეთებ, იმიტომ რომ იმდენია უკვე, ვერც აირჩიო რომელი უნდა გააკეთო და უბრალოდ ვერ შეიძლება ადამიანი ფიზიკურად. მე მეორე არც მოწოდება არ აქვს, ერთხელ სალომე ასათიანმა Facebook-ზე დაწერა, მახსოვს ადრე ხა კავშირი გამწყდა მასთან. 10 წლის წინამდე ამას გეუბნებით, რომ შეამოწმა ესე იგი რაღაცა სტატისტიკა გამოვიდა და სტატისტიკის მიხედვით ესე იგი ახალი მეცნიერული ნაშრომები და ესე მეცნიერული ნაშრომებიდან იკითხება რაღაც 82% თუ რაღაც ახლა შეიძლება პროცენტები 1-2 შემეშალა შეიძლება 5-ით, მაგრამ დაახლოებით სწორად ესეთი მოდეს დაამგვარებ. 80% საერთოდ არ იკითხება. ამ 20%-დან უბრალოდ შეიხედება, ესე იგი შეივლება დაახლოებით 10%. დარჩენილი 10%-დან, რომელიც წაიკითხება, ასე ვთქვათ, სავარაუდოდ თავიდან ბოლომდე, 8% არის ძველი ავტორები, ესე იგი უკვე სახელგანთქმული ავტორები. ანუ დოქტორანტი და დისერტაციას წერა, სტატიას აკეთებ და მოიყვანე ვიღაცა მაგალითად დობორჯგინაძის რაღაც სტატია, რომელიც გენიალური იყოს, კვლევა ან რაღაც მოიყვანე. მაგრამ ვიღაცა გეტყვის, ვინ ჯანდავაჟი დობორჯგინაძე. აი ამ იქ რაღაცას გამოქვეყნებული აქვს რომელიღაც ჟურნალში რა. სამეცნიერო ჟურნალში. მაინც არა თუც მაგრამ იმდენი ჟურნალებია და იმდენი და თან რედაქტორები ხომ რო წერია და თქო მე რედაქტორი და სულ და ზერიცოდეთ რომ ძირითადად კითხულობენ სამაგისტრო სტუდენტებს აკითხებენ ან დოქტორანტებს თვითონ პროფესორები არ კითხულობენ მაგრამ ჯიჟეკი ამბობს მაგალითად რომ აი რევიუებს რო წერენ წიგნებზე არავინ არ კითხულობს ძალიან იშვიათად თუ ვინმე აი რაღაცა წიგნია და დაიწერებენ წიგნის რევიუ რა მე მოხილვა არა საკითხული თითქმის არავის არ აქვს ისე წერენო რა ხო და ამიტომ მოვიდა დრო რომ უკან უბრუნდები ადამიანი ამ ყველაფერს და ესე იგი უბრუნდები ადამიანი წყაროებს უნდა დაუბრუნდე ხო წყაროები ძალიან ბევრი ეხლა იძლევა საშუალება ყველას თან ამასთან და ჰუმანიტარული მეცნიერებები ძალიან დაეცნენ მაგრამ მარტო ჩვენ ანთროპოლოგებს მაგალითად წუწუნებენ ძალიან რომ ანთროპოლოგების დაფინანსება აღარ აქვს და აერო იკვლევენ ნეანდერტალიანებს ეგეთ რაღაცას არქეოლოგიებს ეგეთ რაღაცას საერთოდ კაპიკები აქვს თქო მაგ კი არა მეგობრებო NASA-საც კი აღარ აფინანსებენ
აი ყოველ NASA და ფილმები როგორ აი საშინელ დროში არიან NASA ვეღარ აკეთებენ დიდ კვლევებს აი მართლა კვლევა რომელიც მაგალითად გათვლილია 20 წელზე 30 წელზე 10 წელზე დიდი პროგრამები რო იქ მარსზე გაფრენა რამდენი ხნის წინ შესაძლებელი იყო ან თვარეზე ვაფშე თვარე ათვისებული უნდა იყოს რეალურად უკვე ხალხი უნდა ცხოვრობდეს მაგრამ შეუწყვეტეს დაფინანსება იმიტომ რომ და აფინანსებენ ავღანეთში მაგალითად ქალებ ჯენდერულ თანასწორობას ან საქართველოში გეების უფლებებს ან რაღაც ესეთი ხაიხაჯებოდა ეს USAID გააუქმეს კიდეც მაგის გამო ხო და მე თვითონიც პირადად ის ხალხი იქ მუშაობდნენ რაში იღებდნენ ფულს აი უკრაინას ოინც იყვნენ და ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანაში მართლა შეიძლება ჩაიტოლოს მაგრამ აი რო გამოიყვებოდა მაგალითად მილიონი რაღაც პროექტი აქედან 9 მილიონი უბრალოდ ხელფასებში მიდის და აი ყოველგვარი პირდაპირ ხელფასი რომელიც აპს არ აკეთებენ და მე მიდის აი როგორც გრანტი ჭამიების ან რაღაცა უნდა დაწეროს სტატია გაუგზავნო იმას არ წაიდო ჩაიტოლოს ფსიჩკა გაკეთდეს და მე ვიღაცა მეცენატი იქნება სახელმწიფოს მოგედა არა ესეც კარგია საბოლოოდ ამასაც რაღაც შედეგს გამოიღებს ეს მაგრამ ნუ აი ამ ჰუმანიტარულ ფილოსოფიას ნებისმიერ უნივერსიტეტში რო შეხვდა ადგილები აღარ არის ერთ ადამიანს მიიღებენ ფილოსოფიის კათედრაზე ან ორს მე 30 წელი 40 წელი ერთი ადამიანი არის იქ წიგნებსაც ვკითხულობ ხოლმე აქ მაგალითად წიგნი იყო ესეთი გამოვიწყდა კიდეც რომანოს თბილას გალობელი ესე იგი წიგნი რომელსაც ქვია რომ ჰიმნოგრაფია როგორ ქმნის ძერწავს ადამიანს რა ახთოვანდა პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა დაწერა აუ ეგეთი იდიოტი არა ნორმალურია რა შესაძლოა რაღაც წიგნი რა ჩვეულებრივი წიგნი რა ამბობს რა ჰიმნოგრაფია ადამიანს ბიჭო რაღაცნაირად აულენს ადამიანზე გავლენას და ადამიანს ეს ჯერ სენეკა წერდა სენეკას ტრაგედია იყო რომ აი სენეკა ტრაგედიები როგორ არის მიმართულებული შტაბშტილებზე ფანტაზია აღზრას ადამიანში და იმ ფანტაზიის მიხედვით ადამიანი გაიწვრთნას და ჩამოყალიბდეს და ჯერ პლატონს აარქეს და რა თუნდა ეხლა პენის უნივერსიტეტის მაგრამ იმას კი ვერ აჩვენებს რეალურად როგორ ხდებოდა ეს მაგალითად ლიტურგიაში როგორ გადადიოდა აი პროზა ყვება რაღაც მაგრამ ნუ მაინც კაია ეხლა რაღაცა მათ წიგნი ოზარმას რომლის მაგალითად 10 გვერდის წაკითხვა ღირს მეტის არა ასე რომ იქაც კაი ყალსაბამდობა ხდება რა საბერძნეთში საერთოდ მთელი ბიზნესია მაგალითად ესე იგი სტუდენტებს სახელმწიფო ორგანიზებს წიგნებს სტუდენტებს ურიგებს წიგნებს სახელმწიფო და ბეჭდავს და ავტორს რომელიც ამ წიგნის ავტორია იმას ნუ იქიდან რაღაცა მე ეკუთვნის ან ცოტა პროცენტი მაგრამ ეკუთვნის ამიტომ წერენ რაღაცა წიგნებს დაწერენ პროფესორები და მე ამას ჩაწერენ რომ აი ეს წიგნი უნდა და მე რო დავამთავრე თესალონიკის უნივერსიტეტი თითო ეგზემპლარი ესე იგი თითო წიგნი მქონდა ორი სამ ეგზემპლარად და აი მაგაზე მკითხება მაგაზე ფული და ის კი არა რომ ვიღაცა ახალი წიგნი დააწერს და მე მოგაჩეჩებს და მოგე ყველგან გადის ესეთი რაღაცები ჩვეულებრივი ამბავია მასიურ და დიდ კვლევებს ჭირდება იმპერია მაგალითად იულიანე ლატინი ნამოს იმპერიის მომხრობა საბჭოთა კავშირში იწერებოდა ენციკლოპედიები სახელმწიფო იხდიდა ამაში ფულს რაღაცა კვლევები საბჭოთა კვლევები თუნდაც მაგალითად ბერძნულ ფილოლოგიაში არის წინვალე წიგნებია დაწერილი ბერძნულ ლიტერატურა ძველ ბერძნულ ლიტერატურაში წინვალე წიგნი ჩვენ ყავჩიშვილი ყავს მაგრამ ყავჩიშვილის გარდა რუსებს ძალიან გენიალური კვლევები დაწრულებითი და უზარმაზარი კვლევებს საბჭოთა კავშირზე ეხლა არც არაფერი არ იწერება ეხლა მაგალითად სტოელებზე ორი წიგნი მაქვს რა რუსული ერთი გამოვიდა 2000-იან წლებში და ერთი გამოვიდა 90-იანებში მაგრამ 90-იანებში წიგნი საბჭოთა დროს არ ეკეთებულად მე ხელახლა აპდეიტი გავუკეთე და ისე გამოიცა აი რომ შეადაროთ ეს ორი
წიგნი რა, ესე იგი საბჭოთა კავშირის დროს გამოსული სტოილებზე წიგნი და შეადროთ ეს ახალი გამოსული წიგნი შედარებით. ეხლა მეტი აღარც გამოსულა და ეს ორი კიდე არის 70-იან წლებში გამოსული. ეს მასიური კვლევები ეს შეუდარებელია რა, ანუ ესე იგი ცადამიწა არის. ეს კვლევა საბჭოთა კავშირის დროს გაკეთებული კვლევები. რომლებიც შეიძლება ნაწილობრივ არ არის ბოლომდე, მაგრამ და ახლა გამოვიდა კიდევ სტოელების შესახებ წიგნი, ფუნდამენტური კვლევები სტოელებზე გაკეთებული აქვს გერმანელებს 19 საუკუნეში, 20 საუკუნის წინში და აი კიდე სტოელების შესახებ დელიოს დამჭირდა აი ფრანგებს როგორ აქვს რა 20 საუკუნის განმავლობაში მაგის შესახებაც. ხო და რაღაცას დამჭირდა, რაღაცას წერდა. არც მოგჩები თუ არ მეუნებიან დაანებით თავი და მეც იმენ გაცხრებული ვინ წაიკითხავს ეს წიგნი რომელიც დავწერე ძალიან სასარგებლო წიგნია. აი იმის ერთი ნაწილია მხოლოდ ეს ხა ასეც მინდოდა წამიკითხო. და ეხლა artificial intelligence საშუალებას იძლევა რომ აი ეს წიგნები მთლიანად ხელ ვერ გაგიკეთებთ. შეიძლება ეგეც ალბათ მომავალში ეგეც გახდება შესაძლებელი ალბათ 5-10 წელიწადში უბრალოდ ნებისმიერ წიგნს და უბრალოდ წიგნის წერას აზრი არ აქვს. ხო, და მოვიწყე იმაზე რომ გადავედი სალომოზე. ესე იგი 80%-ს არავინ არ კითხულობს. 10% უბრალოდ თვალში აულებენ. 8% ესე დარჩა 10% ხო? რომელსაც კითხულობენ. აქედან 8%-ს კითხულობენ ძველს, ესე იგი ძველ ახლა ვიღაცა მაგალითად ცნობილი ავტორია რა, ედიშე ჭელიძე ჩვენთან მაგალითად თან ვინ არის კიდე ზურაბ კიკნაძე იყო და რაღაცა. იმის წიგნი გამო იმას წაიკითხავენ და იმის კოტირებას გააკეთებენ და იმისგან და ისინი კიდე წერენ და უბრალოდ იმათ ეყიდებათ რა და საკმარისია ხა ზურაბ კიკნაძე გენიალური კარგი ადამიანია, მაგრამ საკმარისია ზურაბ კიკნაძეზე ერთი ან ორი მცირე ზომის წიგნი წაიკითხო, რომ ის ფილოსოფიაც უკვე ხდება ინფორმაციულად. კაია, კი, გასაგებია ეს ანდრეზები იქნება თუ რაც იქნება, მაგრამ მაგერი ხა თუ ენები იცი ადამიანმა, გინა ქართულად ყოფილა, გინა რუსულად ყოფილა, ბერძნულად ყოფილა, ან ინგლისურად ნახავ, ხო? და თარგმნის ხარისხი ხომ ზოგჯერ უკეთესია. როგორც ლიტერატურაში მაგალითად ყველა ქართული უელბეკის წიგნებიც და წიგნები არის, რომ ქართულად ვერ წაიკითხავ რა. არის კიდე განსაკუთრებით ახალი თარგმანები, ხო, არა ჯობია რომ ისე იმენაზე თუ ინგლისურად წაიკითხა, ან თუ სწრაფად გადაკითხვა, გინდა რაღაცა მიზეზის გამო ქართულს აიყიდა, თვალს გადაავლებ, თუ სწრაფად კითხულობ, მაგრამ ეგეთი წიგნები ხომ მოძეითად. ვერაფერი არ შედის თავში. ეხლა დააკვირდით ფილოლოგებს ხო. რაც ამდენი წიგნები აქვს საკითხული და მათ თავისას უბერავენ მაინც. რაღაც აზრ გამოიტანე, რომელიც სტუდენტობის დროს გამოიტანეს და იმას უბერავენ, საკმარისი 1-2 მოусვინო და ან 1-2 სტატია წაიკითხო მისი და მე ვეღარ შეძლე. ერთადერთი პროფესორი ისი ორივე სემესტრი საინტერესო იყო ნიკოს მანცუკასი ჩემთვის. დაანჭიყა ზიზულასის გინდა ერთი სტატიაც წაიკითხო ზიზულასის საკმარისია რომ უკვე მიხვდე რასტერს კაცი. ანიან არასი ან ვინც არიან დიდი ისინი რა. რაღაც მორჩა. ერთი სემესტრი საკმარისია ხო. აი მანცუკას ქონდა ეს რაღაც ქარიზმა რომ აი ორი სემესტრი, მაგრამ უკვე მესამე და უკვე აუტონელი გახდებოდა. ერთ და იგივეს იმეორეს კაცი ხა ჩვენ თვითონ ამბობდა ის მანცუკასიც რომ აი ახლა წინ თვითონ თავის წიგნი ქონდა ესე და თქვენ რა გონიათ ხა მე აქედან მახსოვს რომ ესო რა მაქსიმუმ ამის მეათედი მეოცედი მახსოვს. მეტი უბრალოდ წერის დროს მეც რაღაც ნაწერები რომ ჩავხედო ხოლმე უიდე და ვიზავი ჩემს და ის სკიადარესი იყო კიდევ ერთი პროფესორი აპოკალიფსზე დაწერა უზარმაზარი წიგნი ერთი პატარა ნაწილი მისი დარგმნილი არის ქართულად შორენამ თარგმნა არ მნახა გვარი თქვა შეიძლება არ უნდა თვითონ და გამოვიდა საქართველოში აპოკალიფსზე შესაძლოა და დისერტაცია და აპოკალიფსზე და მე მისი სავირე ამაინტერესა აპოკალიფსი რა არის მეთქი და არჩევით საგნები რომ არის აპოკალიფსი ავიღო უზარმაზებს და თვითონ თქვა რა აქედან ერთი თავია მარტო რომელიც აი დისერტაციის დროს მთლიანად დავამუშავე და მე დანარჩენი იყო უბრალოდ რომ უნდა ხო შედგეს დისერტაცია იქ რაღაც 1-2 აზრი და დანარჩენი არ მე ერთ და იგივეს გამეორე
და აი აქ არის სწორედ artificial intelligence-ის ჯერჯერობით რასაც უყურებ პრობლემა. პრობლემა ეს არის, რომ აი თუ შენ კიდე აი მე ეგეთი რაღაცა გავაკეთე, რომ წინ ახლა თუ ნახავთ იქ მაგ სიმახსარებლის შესახებ ნიკოლოზ ლუდოვიკოს 10 ლექცია გამოვიდა და მაგის მიზეზი იყო ის, რომ ერთ-ერთმა მთხოვა აქ პროფესორმა, რომ გამიჭირდა არ არის ხა ეს მაქსიმე ახსარებლის კვლევარი რა. სტუდენტობის დროს რაღაც გადაუხედავს და საერთოდ ეგრეა მაგალითად ახალი ახმის პროფესორმა შეუძლია აქ მარიწოდეს წესი რა. იცის რაღაც, პროფესორი ამაში და ამას იკვლევს. ახლა ხოლო წამნი დოგმატიკოსმა შეიძლება არ იცოდეს პათოლოგია ბოლომდე რაღაც ეს ხდება რა ეს. ითო კი არა რომ ცუდად მაგრამ რაღაცა ნიუანსები ხა შენ თუ გინდა კარგი იყო, მაშინ შენ სულ ამაში ხარ და კონკრეტულად და სულ ამას კითხულობ და ვითარდები რომ შენს პროფესია ქირურგი თუ ხარ მაგალითად ხო რაღაცის ქირურგი ხარ ხო რა. შენ ხო არ კითხულობ რაღაც ყველაფერს რა, რაც კი ქირურგიაში გამოდის პრაქტიკაში რაც არის, იმიტომ უბრალოდ დრო აღარ ყოფნის ადამიანს. დელეს კი არ საყიდურობე, მაგრამ წუწუნებდა დერიდა რომ დელეს დიდარი ცოლი ყავდა და არ უწევდა უნივერსიტეტში მუშაობა. და ავიზის იყო და წერდა წიგნებს. იკვლევდა და მაგას მე კიდე ხო დერიდას უწევდა უნივერსიტეტში ამ სტუდენტების კითხვა, იქ რაღაც სამაგისტროების კითხვა, სადოქტოროების კითხვა, შემოსავალი ქონოდა რა და და მე დრო არ მაქვს რა, იმას დრო აქვს. როცა პროფესორი ხარ, მე ახლა ხო დავონე, მე აღარ ვასწავლე რა, მომბესდა. და ესეთი ტიპაჟი ვარ, რომ თვითონ მასში შევდივარ, მე ხუთში მოვდივარ. მაგრამ ბოლოს იქამდე დავიდა სიტუაცია, რომ ეს ტექსტები რაც არის, ტექსტბუქი, კარგი წიგნებია სხვადასხვა. და ტექსტები კი კარგია, მაგრამ ლიბერალური არის სხვადასხვა. გამობრაზებელია, გამაკიზიანებელი. ბოლოს იქამდე დავდით, რომ მაინც ფილოსოფია ის ტექსტები იყო, მითოლოგიური, მაგრამ განსაკუთრებით ფილოსოფია. უბრალოდ კლასში ვიჯექით ეკრანზე, აქ არ ეხა ეკრანები და ისინი არ არის მაგის ტექნოლოგია და ეკრანზე გამომქონდა ეს ტექსტი და ამოვარჩევდი რომელიმეს ყველა ვერ კითხულობს, ამიტომ აქ big words ეძახიან ეს ამერიკელები, ცოტა ფილოსოფიაში ყველაფერს მოკლე წინადადებით ვერ დაწერა რა, ზოგჯერ რაღაც დიდი სიტყვებით უნდა შემოვიტანო, რაღაც სხვანაირად რა გამოვიდა. და საჭირო იყო რომ ესეთი ადამიანი ვინც კითხავდა და ბოლო კლასი რომ მქონდა, იქ იყო 19 წლის ზანგი გოგო. 18 წლის იყო. თუ 19 წლის. კაი გოგო იყო. ესეთი საყვარელები იყო მინდა მისი მეგობარი. და იმას ჰქონდა ყველაზე კარგი დიქცია და ის კითხულობდა რა. თემაზეც ბოლომდე არ ესმოდა რა. ამიტომ მე ვიდექით უფრო ტექსტს, აი ტექსტს, უბრალოდ რომელიც შეხვდა ფილოსოფოსმა, რაღაცა ხვევი რა, კი რაც იქ ტექსტ იმ თემაზე და ვარიაციებს აკეთებ და აჩვენებ ტიპს რა, ეს აზრი როგორ ეს მე ტექსტბუქს წაიკითხავს და იმისგან ამისგან ლექსიიდან იქიდან მე მიცემ თემას იმას და გაარკვევს რაღაცას ხო. ტექსტი არ ესმით. ვერ კითხულობ. შინაარსი არ ესმით. მე მეკითხებოდნენ სიტყვები როგორ წავიკითხო, მე რას მეკითხები, მე ქართულად დიქცია მას ისეთი რომ ქართულები ვერ გეულობენ ჩვენ ლაპარაკს და ის ინგლისურად რანაირად უნდა ვილაპარაკო, ხო 45 წლის ჩამოვედი იქ მაშინ რა ქვია. ისეთი აქცენტი მაქვს რუსული აქცენტით, რუსულ ბერძნული აქცენტით ვლაპარაკობ ინგლისურად. ქართულიც არ არის. სხვანაირად ვლაპარაკობ. ყველა მაგას მიმონება, სხვა ქართველებს რომ ნახავ, სხვანაირად ვლაპარაკობ. ხო. და აქედან გამომდინარე მეგობრებო, ეს artificial intelligence რას აკეთებს, იცით? გიშუალოდებთ, საშუალო არითმეტიკულს გაძლევთ რა. ესე იგი, ყველა ნაწერში ხოლმე ბოლოს წიგნი რო იწერება, სტატია რო იწერება, ის იზოლებულია, რომ მიმოიხილოს სხვადასხვა ავტორები და მოგიყვანონ ციტატები და რაღაც, იმიტომ ზის ვიღაცა ფილოლოგი, რაღაც 4 კურს დამთავრებული ფილოლოგი გოგოშკა ვიღაცა ზის ტრაკიცუია
როგორც საქართველოში არიან, იციან ცხედან უნდა თქვა და არ უნდა თქვა ზიან არ უნდა თქვა, რაღაც ეგეთები იციან და ამ დებილობა რაღაც აშინელება, ხუპავენ ადამიანს ვერალა ლამის ლაპარაკს და აზროვნებას უშლებ პანოპტიკონს უკეთებენ, საშინელება ხდება და ის გზის და ის გიკეთებს რედაქტირებას. უკეთებს რედაქტირება და ამიტომ ზიანეს აცოდავი ტიპები და მე ის წყარო კარგად არ აქვს მითითებული და ამას ეძახიან ფაშიზმს რა ამაზე წერენ უკვე თვითონ ფილოსოფოსების და ამაზე რა არის ხო სტატიას წერ იქ არის რაღაც აზრი უნდა გადმოცენ მაგრამ მომედის აი ამ უნდა დაიყვანოს ყველაფერი სამაგისტროს ტრაკიწვია გოგონას ინტელექტის დონეზე რა თორე ეს მაინც არ გამოე კანდიდსკი ერთხელ კანდიდსკის ეს გავაკეთე ციტირება გავაკეთე და მეუთითე რა და ვერ არის როგორ მეკითხა მე ვთხარ ბიჭო თან წერია იქ რა ვინც არის რუსი მხატვარი საუკუნე დასაწყის ერთ-ერთი ხო ემისი და არა ამის ბიოგრაფია დამაწერი და მაშინ რა შენიშნაში და არა კიდე ხო უნდა მიუთითოს სწორად ეგა წერტილები უნდა და ყველას მე თავის მითითების წესი აქვს და რაღაცა ხო ვიღაცა გიზის ვიღაცა შტერი ვიღაცა და ის უმოწმებს იმებს რა ქვია შეიძლება უნიჭერეს ადამიანს მე ამათ შორის გაძრება ვიღაცას რაღაცას მოიპოვებს ახალს და ზიზულას კითხულობენ ახლა 50-იან 60-იან წლებში დაწერა წიგნი და დღეს საქართველოში 9 საუკუნე 60 წელი გავიდა წარმოედგინეთ და დღეს ზიან ახლა და აი ზიზულა დებილია 500 ნაწარმოები უკვე 500 ჯერ გააკონდა ფაშისტი ჩამოყალიბდა ადამიანი საშინელი ადამიანია და ავიცი არამზადა და ყველანაირად საიზღარი ეს ადამიანი დოგმატიკაშიც, ეკლესიოლოგიაში, ყველაფერშიც, საქმიანობაშიც, პროპაგანდაშიც, ყველაფერშიც საშინელება აცხდება ეხლა პუტინიზმი რაც აი პუტინიზმის ერთ-ერთი აპოლოგეტი დუგინის ნაირი პიროვნება რა, ჩათვალეთ რომ დუგინია რა. ერთი დონის რაღაც მართლმადიდებლობა, დასავლეთი ცუდი, რაღაცა აი ესეთი პიროვნება დღეს არის საქართველოში ამომავალი მზე. მიდან თუ გინდა ამე გააკეთო, ეგ უნდა აქო მისი ციტატები მოიყო. და ამიტომ ხდება ხოლმე რა აი მთელი სტატიის თუ არის მაგალითად 15 გვერდიანი 20 გვერდიანი სტატია, აქედან ჩათვალე და 10 გვერდი არის აი ეს ამ ტრა გამოუხოცელი ჯერ კიდე პამპერსებით მავალი გოგოშკების რა ქვია ჭკუის დონეზე ციტატების მომტანი უნდა მოუყვანო და დანარჩენი იქნება 5-6 ფრაზა ნუ რაღაცა სადაც იქნება ნამდვილი გამონაკლისები ყოველთვის არის მაგრამ ნამდვილი რაღაცა და იქაც კიდე ნუ საბოლოო ჯამში რომ გააკეთო აი მაგალითად რამდენი პუნქტად შეგვიძლია დაწერო რომ აი ეს არის ამის ნოვატორული აზრი აი ეს არის ნოვატორი ეს არის საინტერესო რაღაც 5 წიანი და შეიძლება ამოწურო აი ამას ვერ გიგებთ. აი ზუსტად ის ნიუანსის, უახლესი ნიუანსი რაც არის. აი ზუსტად ის რაც ადამიანმა 12 წელი ან 10 წელი ბაკალავრი წარმოადგენდა ადამიანი რომ ფილოსოფოსია ან თეოლოგია, ესე იგი რა თეოლოგიურზე რო აბარებს ან ფილოსოფიურზე აბარებს, მანამდე უყვარს ხო ის შემთხვევით ხო არ მოხდა იქ. იქ ისე ბავშვობიდან უყვარს. მე 4 წელი ბაკალავრი, მე 5 წელი ისე რაღაც 7 წლამდე გაგრძელდა, 3-7 წლამდე გრძელდება ეს სადოქტორო, გამოცა ეს სადოქტორო, იქი არა კონფერენციებზე, ბოლოს ამ სადოქტოროს ვინც აიკითხავს, ხა აი ამ სადოქტორო, ხოლმე სადოქტოროს ხო როგორ უნდა დაიწეროს, რომ ნუ კარჩი ამ გოგოებს და გოგოშკებს უნდა მოაწონოს, აბა ეხა მაგის ხელმძღვანელიც აიკითხავს, მე დარდია. ანუ შეიძლება გადაავლოს რაღაც ნაწილს და მე აიცვა მე კიდე უნდა იცვალო შეუბედურო კიდე რაღაცა და ბოლოს აი მთელი ამ თავის ცხოვრების ნახებს ჩაგიდებს ეს სტატიაში რაღაცაში აი და ის უნდა დაიჭირო რა ის არის ყოველ დანჩეს ინტერნეტს აშოვნა ხო და აი იმას ვერ ხედავს ჯერჯერობის ეს artificial intelligence
ასე რომ კი კარგია ზოგადად რომ გადახე აი მაგალითად მე მასა ვერთობი უკვე რაღაცა წავიღე სტატიას რუსულ რომელიც გინდა რა ენაზე გინდა აიღეთ ჩააგდებ ამაში და ეს უცებ სუმარის გაიგდა ეთქვი მე რომ აი ესე და გიგეთებს რა სუმარის და უკვე რამდენი არ ვიცი უკვე ათობით და 20 რა ვიცი უამრავი რევიუები და რა რევიუები რაღაც ის არის რა უამრავია უბრალოდ და აი აქ ის დაახოთ ესე დაახოთ ეს რაღაც და მე იქით ეხლა სულ სხვა პერიოდი მოდის მოკლედ მაგის თქმა მინდა რა და ეხლა სულ სხვანაირი გახდება ეს თეოლოგიაც ეს სხვანაირი გახდება ფილოსოფიაც შემეცნებაც ადვილი გახდება უკვე აი მე მგონი ენების სწავლაც უკვე ну კი მაინც საჭიროა იმიტომ რომ აი მაგალითად ეს artificial intelligence რო თარგმნის ინგლისურად ზედად როგორ აკეთებს იცით რომ შევატყე რომ ინგლისურად ეს ინგლისური ბაზაა რა და ინგლისური დამდის რუსულშიც და ინგლისური დამდის ქართულშიც ესე იგი პირდაპირ ქართულზე კი არ გადის ესე იგი ის რაც არის ჯერ არის ინგლისური და მე ინგლისური დამდის ქართულად უშო პირდაპირ ხე ქართული ბაჩენას ნათარგმნებს და იმას კი არის თვალისწინებს იმ გერმანულს და ინგლისურ თარგმანებს და იქიდან მოგეთ და შენ კიდევ შეგიძლია და ეს თარგმანები კიდევ პრობლემატურია განსაკუთრებით წინა მამების და ნუ ფილოსოფოსებისაც აი თუ ჩემი არ ჯერათ ნახეთ დიშერი როცა ციტირებს ესე იგი ამერიკელებს ან რუსებს ან ზუსტად ამ რუსებს და ამერიკელებს ფრანგები მოწონს ძალიან იქაც არის ხოლმე გარკვეული ნუ ამბობს რომ ბოლოს ამბობს რომ შეუძლებელია ნუ ყველა მეორე წინადადებაში შესწომა აქვს რუსებს ან ინგლისელებს და რომელიმე მნიშვნელოვანი ტექსტი ხოლმე თუ ნახავთ აი პლატონის ტექსტი იქნება ან არისტოტელეს ტექსტი იქნება რაღაც მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ტექსტები რამდენჯერ არის თარგმნილი თავად ინგლისურ ენაზე იმიტომ რომ და კიდევ მიდის ახალი თარგმანი და კიდევ მიდის ახალი თარგმანი აი ეგ თუნდაც მაქსიმე ახსარების სიყვარულის თავები არის ყველაზე მარტივი ენით დაწერილი მაქსიმეს თუ შევადარებთ მაქსიმეს ყველაზე მარტივი თეოლოგია არის იქ და ყველაზე მარტივი ფილოსოფია არის იქ და ყველაზე მარტივი ენა არის იქ მაქსიმესი ყველაზე მარტივი მაქსიმესთან შედარებით თავის შედარებით აი ის ტექსტიც კი მესამეჯერ გადაიტარგმნა ახალ ბერძნულად ბერძნებს რომელსაც ნუ დედაენა თუ უბრალოდ რაღაც ამ ტექსტებთან მუშაობ ბერძენი ჯერ სკოლაში გასწავლიან ძველ თაობას ხარს არა მაგრამ ძველ თაობას ასწავლიან ძველ ბერძნულ სკოლაში ჰომეროსიდან მოყოლებული პლატონის ჩავი მე უნივერსიტეტში ასწავლიან თანამშრომლური ენა წარმოგიდგენთ სიტყვების სასწავლე არა აქვთ მაგალითად მე სეპტუაგინტა კითხვა დავიწყე ესე იგი ბიბლიის ბერძნული თარგმნის კითხვა რო დავიწყე და იქიდან ესე იგი კითხვა კი არ დავიწყე მოგეთ ლექტორმა მოგცა 500 სიტყვა თუ 700 სიტყვა რა მე იმიტომ ავიღე სეპტუაგინტა რომ ადვილად ჩამივარებინა აქ ამერიკაში და როცა ვსწავლობდი და 700 სიტყვა მოგცა ამ 700 სიტყვიდან არ ვიცოდი 15 სიტყვა რა რაღაცა დაანჩო ყველა ვიცოდი უბრალოდ ახალი ბერძნულიდან რა ეხლა იმიტომ კი არა რაღაცა მე-19 საუკუნის ბოლოს თვითონ აიხსეს ძველ ბერძნული სიტყვები და ჩაყარეს ახალ ბერძნულში თუ ახალ ბერძნულში სლავური და არა და ფრანგულს მიხედავ გააკეთა ასანსერ ეძახია ლიფტს და ეგეთ რაღაცა ხო და ბევრი ეგეთი მაგირეო ასე მანჯარე მაგირეო ბევრი ეგეთი სიტყვები აქვს იტალიურიდან და იქით შემო და მაგრამ აი ეს სიტყვები ნუ გადმოთელი 80 წლებში გააკეთეს რეფორმა რომ ახალ ბერძნულად და შესაძლებელი გახდა უკვე კათალეუსაზე უნდა დაგეწერა ნაშრომი ყველა კათალეუსა არის რაღაც ალექსანდრე ჭავჭავაძის რაღაც ხელოვნური ენა რა აი რუსულ-ქართულა რო იყო მისი ანტონ ბაგრატიონის ენა და ახლა და ესეთი ტიპის ენა იყო რაღაც შექმნილი უსიცოცხლო ენა რომელმაც ამოწურა თავის თავი მაგრამ რაღაც ხიდი იყო ესევე გააკეთეს ჩეხებმა ესე გააკეთეს რუმინელებმა ქართულებმა არ გავაკეთე ქართულებმა 20 საუკუნის დასაწყისში შექმნით სამეცნიერო ტერმინოლოგია და დღემდე მაგათი ვსალგებ ძალიან გენიალური რაღაცა გააკეთა და მოდიშერდი დღემდე მუშაობს მაგაზე და ეს ტრაგედია გოგონები ზიანეს 4 წელი შანიძის ისო დააზეპირებთ ეს გრამატიკა აიგენი ზიან და უსწორებენ დიშის და სხვებს იმას რა ქვია ქართულს არ ვიცი რა ხოლმე მოგეთ ეს არის და ეხლა სხვა დროს შემოდის ძალიან
სულ ახალი ეპოქა იწყება და ნუ ალბათ 5 წელი ეხო ენების ესე იგი ენების სწავლა მაინც დაგჭირდებათ ადამიანებს თუმცა ეს artificial intelligence საშუალებით ქართული ენა ძალიან წავა ინგლისურისკენ ესე იგი ინგლისური როგორც რუსულში არ ამტვერე სასრუქტი და აი ფრაზები მაგათ ჩემს შულს უნდა რუსული ისწავლოს ну მოწონს რა უყურებს რომ მე ვიცი ხოლმე ველაპარაკები ვიღაცებს ტელევიზორში უყურებ იმას და აი ინტერესებს ხოლმე რა რომ თვითონაც მოსწონთ რა რომ რატო არ გვესმის რა თქო ყველას გესმის და რაღაცებს ცდილობს და ვეუბნები რომ წინადადება ქართულად ააგე ნუ აგებ ინგლისურად ააგე და აი ქართული წინადადების მიხედვით თორე ინგლისური და რო გადადიხარ რუსულში გამოდის ვაფშე სისულელე და ქართულიდან თუ წაყვა რაღაცა სიახლოვე 200 წელი ვიყავთ რუსებთან ხო და ბოლო-ბოლო ქართული წყობაც ბევრი რაღაცეებიც შანიძის გრამატიკას გერმანულიდან ვიტყვი გამოიყვა რომის სიმძიმე და რაღაცა რუსულიდან არის ისო ძიმეების დიქტატირო რა ბიჭო ძიმე ნიშნავს სიტყვა ძიმე თუ აღმოსავლეთ ქართულში ძიმე დალი ხომ ძიმეთ მოუხვი ესე ნელა აი შეყოვნებას ნიშნავს აი ძიმეთ შეაყოვნე ხო და ეხლა მაგალითად სამეთყულო ენაში გვაქვს რომ ჯემალე მუთხრა ემზარის წამოდის სახში და დამთავრდა ეს წერტილი მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა რომ არ წაიყვანა თქვა აი მაგრამ ახლა ინტონაციას აკეთებ და ძიმე ხო უნდა დავსვა რა მაგრამ აიმიტომ ინტონაცია ხო ეს ფილოლოგი ტრაკიწვია გეტყვის მაგრამ ეს მე თუ წინადადების თავში თუმცას მე შეიძლება ოღონდის მე შეიძლება მაგრამ რატო შანიძე გადაწყვიტა ასე ბიჭო შანიძის მე 80 წელი გავიდა თო საუკუნე გავიდა ენა შეიცვალა დღეს ენა დააკვირდით როგორია რა თამაშობ ამ სიტყვებით სხვა თან ეხა ენები რო ვისწავლდა და მე სხვა შრეები შემოგვაქვს მოკლედ ძალიან შემოვეს ინგლისური მაგრამ თუ ტექსტებზე მუშაობა დაჭირდებათ აი მაგალითად ბაჩანა ბრეგოზეს ნათარგმნი ხო მადლობის მეტი რა ეთქვის ადამიანს ხო და მაგალითად ეხა იმ დღეს ტიმეოსი დამჭირდა რა მაგს და კომენტარებიც ნორმალურია ნახე გერმანულიდან თუ არ ვწდები ამოღებული და მაგრამ ნუ რაც არის ხო არის რა თუ მანამდეც გინდა და აждები ადამიანი და ერთ კვირაში ამ წიგნს აიკითხავ თავის იმიანა ციტები მაგრამ თუ თქვენ გინდათ რომ აი პლატონის აი რაღაც მონაკვეთის ციტირება მოახდინოთ და ზუსტად რაღაც მაშინ ბაჩანა ბრეგოზის ნათარგმნი დაგეხმარებათ რომ ჯობერძული ტექსტში რაღაც გრამატიკულ რაღაცებს შეხვდებოდა სირთულე რო იქნება აი იქ რაღაცაში დაგაკვალიანოს მაგრამ მე აუცილებლად დაგჭირდებათ მაინც საკუთარად ასე რომ ხა პერიოდი შემოდის რომ აი მოხდება ყველაფრის გაშუალება აი როგორც ტრაკიწვია გოგოები და დიქტატურებად რო ჩამოყალიბდნენ და ხა საქართველოში მაგათაც ორ კაპიკს უხდიან და რაღაც ღმერთმა შეარგოთ მაგრამ ну მარტო მათ ხო არა მთელ სოფლიოში თუ გინდა მოგიყვანთ მაგალითებს რომ უკვე ლაპარაკობენ მაგის შესახებ რა მაგ ადამიანის უფლებების შესახებ და პირდაპირ ლაპარაკობენ რომ ყველაზე მეტად ადამიანის უფლებები რხება აკადემიურ სივრცეში აი აკადემიურ სივრცეში რო იღობა ადამიანის უფლებები ადამიანს უკრძალავენ ლაპარაკს აზრის გადმოცემას ვიღაცა პროფესორი თავის მაგისტრანტები ეხლა წიგნით წავიკითხე ეს ქართულადაც ყოფილა თარგმნილი ეხლა გამოსულა არ მახსოვს ავტორი ვინა ვერ გეტყვით რა ეს არის სტოუნი ქვია რაღაცა და 60 წლებში ამერიკელი წერალის ჩემო ბიჭო წამოვხტიკინა რამ წამაკითხა ცუდა გავხდით ავად გავხდით და ემოთმე მიჭის წიგნების კითხვა რა მხატვრული ლიტერატურის კითხვა პირდაპირ მოხმე ახლა ავიკითხე გალაქტიონის რა კრებულს ბიჭო გაგაკეთეს კრებულს რა ზამაკითხოთ 3 ლექსის მე გასასვენებელი ხდები ემოციურად კითხულობ რა ნელო კითხულობ ემოციურად და შედი და ეგეთი რაღაც იმიტომ ბავშვობაში ჩვენ ხო ის დაობა ვართ რომ გასართო ტელევიზორი არ ქონდა რაჭაში რომ მიდიოდი 3 თვით ხოლმე არდადეგებს ვატა თუ წვიმიანი ამინდი იყო ვერ იყო ამინდი ან ბიაჩემი გამეხურებდა და ვენახის სწავლობაზე და 8 ჯერ უნდა გავეშვი ვენახში ალერგიის დროს და იგი ალერგია მემართებოდა ვტებოდი შაბიავანში და იმაში ის იმ დროს ნუ სანამ ლაბორატორიებში დადიოდა იქ იმაშობდა წამლავდა მე
ვიეკი და გადაშილი მქონდა წიგნი და ვკითხულობდი რაღაც აბა როგორ უნდა გაჩვენა რომ მოვიდო რა უნდა გამეკეთებინა და ვკითხულობდი რა ჩემს ძმას ერთი ბიბლიოთეკა აქვს საკითხული თლიანად წიგნი რა უნდა გააკეთო ადამიანი მაშინ არ ვსოვდით მე სმა დავიწყეთ და როცა გავიზარდე მე გადავიდოდი ბიჭები არახ ჩავარტყო ვინმე ჩავარტყო აი ბურა და რაღაც მაგრამ ამოდი 10 წლის ასაკიდან სამ სმის ასაკამდე მიხვალ მანამდე ვიჯექი და ვკითხულობდით ხო მე და წარმოსახვები მიდის და მთელი ამ ხა წარმოვიდგინე ზიხარ წვიმან მოგრებული ამინდია ზიხარ დილას აღამუნდე ციკს კითხულობ რა წარმოვიდგენე კაცო დოსტოევსკის კითხულობდი ეხლა ეს ბოლოს დაიმართა გადავწყვიტე იმის მე დოსტოევსკის აღარ წავიკითხავ მაგრამ დინარის ნაპირზე ვიყავი ჩასული ძაღლი მყავდა და ვიწექი დინარის ნაპირზე ვოლოჯერი და იმას კითხულობდი იგი როქს მემორინეს რა დოსტოევსკის ქართულად იყო არ მქონდა იქ სოფელში რა ეხლა ბოლოს რო ვიყავი რომ 15 წლის წინამდე მომს 15 გეჟე მე იმ მთელი ის ბიზნესში შეეშე გაგიჟდებოდა ჩვენი კახუნა და ვკითხულობდი ეხლა გავიზარდე უკვე და ვკითხულობდი აქ რაც წიგნები იყო ყველას ეს გადავდები მეორე ვიერთი დავიღე ნუ მემორინე ესეთი კრებული წიგნია მემორინე ეხლა იგორო გიქვია მოთამაშის და მემორინე და იყო თეთრი ღამეები და ისა რა მემორინე თეთრი ღამეები ზეპირად ვიცი იმიტომ რომ ბავშვობაში ვკითხულობდი და მომწონდა გვიждდებოდი და ეს მემორინე არ მქონდა საკითხი რაღაც იდიოტზე გადავედი მე და ქართულად დინარის ნავიზე რიონზე ჩიჟი ძაღლი მყავდა ბობი ლაბორატორია და ვიცექი ეს თავი მქონდა მინდებული ბობიზე ამაზე ხომ ყავს ეს ამას ვერ გააჩერდა ეს ბობი რომ მიხვდა რომ მე მინდოდა ეს დაწვა დინარში ვიბანავით რაღაც დავწე ესე ქვარი დიდი შუა წყალშია შესული კლდის ნაწილი და იქ გადადიხარ და გარშემოს წყალია რაღაცა წერდა ის დოსტოევსკი და ხო თქვენ შეჭამს და იქ რატომ ყავს გამახსენდა ხო ეშმაკი და რაღაცა უბედურობა რა ეს სატანური რაღაცები ნუ თვითონ არ მახსოვს ხომ წიგნში წერია თუ არა სატანა მაგრამ მაგის წიგნები და ნუ ხო იცით ეს რაღაც შეყავხარ და ქვეცნობიერში და იქ რაღაც სატანები და მოგეთ ამაზე ფიქრი დავიწყე ხარ რა ნუ უცებ ბიჭო გველი თუ რაღაცაზე ფიქრობდი რა კაშეიზე თუ გველზე რა და რიონი ხე როგორ არის რომ მოშხული ის მზიანი ამედი ხლუბელი მთებია მარტო მე ვარ ვაფშე ხმა არის ის მარტო რიონის ხმა ჩიტებია რაღაცები იქ და ზუ გაგიფრენცის ბზიკი ბობი რო იყო ბობი ეჩხუბებოდა ხო მოგეძიარ და არ გამოძრო გველი იქიდან თუ ამ გველის გველზე ფიქრობდი რაღაცა და გველი გამოძრო იქიდან რა ქვია ცხოვრებაში არ მინდა გამოძრო ეს გველი თუ პირა ეს რა გველზე ფიქრობ გველი გამოძრო მოგეთ შედიხარ რაღაც ამ იმებში რა ქვეცნობიერი თუ რაღაცა მე იუნგს აქვს ხო ბიჭო ეს რა ამ გველს ხვა საერთოდ კალაბუში ჩემოცულმა მომიგოს როლაში მიზანს არ დარა ვის როლა ყალა პირდაპირ თავში მე არ ვიცოდი გველმა თუ ის იცოდა ჭიჭყინი იცოდა დაიძახა მოყალი ვაი მე დედა სამოხდი მეთქი ჟენი დოსტოევსკის დედას ვაპირე მეტი მაგის ამკითხ ძალიან შევდივარ შიგნით ეს ეგნი სამკითხი იქ ზუსტად მაღაზია რა ამ ადამიანის ხელმოწარულობაზე მეცნიერებაზე სტუდენტებზე ამ საუნივერსიტეტო დიქტატურაზე როგორ დაჩაგრეს ადამიანი ხარისხზე სამეცნიერო ავანტურისტი ტიპები რომ არიან მე უნივერსიტეტში დეკანები როგორ გაუმწარეს სიცოცხლე ადამიანს ესე იგი ერთ-ერთი საუკეთესო მეცნიერი იყო წიგნის წერა დაიწყო მე წიგნი ოჯახში ხომ არ დაამთავრებინეს ის წიგნი მოგეთ ჯამძიმე წიგნია და უკვე 60-იან წლებში ხდებოდა ამისი რეფლექსირება რომ საუნივერსიტეტო წრე ეს აკადემიური წრე არის ყველაზე მეტად თუ არ ხჭირი ზაზაფიროვილიშვილმა ახსენა ერთხელ სარედაქციო ფაშიზმიო თუ რაღაც ეგეთი რაღაცა თქვა აი ვიღაცა ტიპები ეს ხელმოწარულები წამოიღეს ფილოლოგიურად ჩააბარებს საქართველოში და 5 წელი გასავლია შანიძის გრამატიკას თო გაზეპირებინებენ და ამთავრებ რა ზოლქა და არ ზოლქართული იცი არაფერი დედამისის ზურგზე არის ნუ რაღაც ეგნებს შეიძლება წაგაკითხეს
და იცი შანტის გრამატიკა ეს მე იმან გამოიტანა ბერძენიშვილმა ლევან ბერძენიშვილმა აბსოლუტურად და ხალხო დაცინის რა რო დაცინო და გაუნათლებელი ხარ უწიგნო ბიჭო ინჟინერი კაციას საინჟინრო და თან ხა ქართული ინჟინერი მაგრები იყვნენ სოფლიოში უმაღლესი დონის ინჟინერები ყავდა განსაკუთრებით მე რომელ პროფესიას პირველი ჩემი იყო ჰიდროენერგო სადგურებს ვაშენებდით გლეჯდნენ ქართული ეს ენგურგესი არის საინჟინრო ერთ-ერთი მიღწევა სოფლიო მიღწევა ეს საინჟინრო და ეხა არის რაღაცა შენობლობები საინჟინრო რომელსაც თუნდაც ვერ აჟრა დაგენგრევა შეიძლება ფული მოიპარო და რაღაცა სვანეთი აშენდა მაგითი მაგრამ მე დაეცათ ის არასწორად რო აშენეს სახლები მე კი დაენგრათ არ უნდა ეშენებინა დიქსადაც ააშენეს მაგრამ ძირითადად აშენდა სვანება მაგაზე შოუს ფული ცემენტი მაქედონი ჰქონდა და ნუ იქვე მუშაობდნენ შემოსავალიც მოგეთ ძალიან გრანდიოზული რაღაცა ყოს ენგურგესი თავისი ნაკლები პატარა უნდა ყოფილიყო მე რუსების გრანდიოზული მანიამ რაღაცა იქით აკეთე ყველაზე დიდი თაღოვანი ყაშხალი უნდა ყოფილიყო სოფლიოში და რაღაც ეგეთი რაღაცები და ყავდა გენერალური ახლა ის კაცი მართლა დილდა სახამ ჯერთი თქვენ თუ გონიათ რომ ფილოლოგია უბრუნელია ვიდრე და ქართული ფილოლოგია უბრუნელია ვიდრე და შანიცის გრამატიკა კიდე და უფრო ძნელია ვიდრე კარგი პროფესიონალი ნამდვილი სოფლიო დონის ინჟინერად ჩამოყალიბდე და შენ ახლა ფილოლოგი ხარ უფრო მეტი იცი და უფრო ინტელექტუალი ხარ ვიდრე ის იმდენი შენი დედა რა ხო და კაცი ხა ეჭხუები რომ აბსოლუტი თქვა და არა აბსოლუტი და ამაზე აგებდა თავის მეებს რა ქვია პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ამეთი უტედა აპერკოტებს უთხოვდა რა გამოვიდა პარტიას დაეშავა დიქტატურას დაუმყარდა ჯერ პირველი მერე მეორე თვითონ გამოაგდეს თავისივე პარტიიდან მაგისი საუკეთესო პარტიის წარმომადგენელი უსუფაშვილი და მეორე ხიდაშელი რაზმეობის ადამიანები იყო თქვენ თვითონ ნახეთ რა წერილებს წერდნენ და ბიზნეს და აი ეგ კაცი იმის მაგალ ბიჭო ფილოლოგიას კი არა მიხედე რა გემართება ეგ თუ არა დაანებე თავი და მიხედე შენ ფილოსოფიას ფილოლოგიას ხო მოგეთ მაგრამ და მომწონს კაცო ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწედ მიმაჩნია ეს მაგრამ ბერძენიშვილი და გამონაკლისია და წარმოიდგინეთ ბერძენიშვილი რო ეგეთი ტუპოია და ეგეთ უზნეო რაღაცებს ჩადიოდა აი ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ საცოდავი ფილოლოგები რა დღეში არიან დანარჩენები არის კრებულები თუ გინდათ ნახეთ და წაიკითხეთ სტატიები და არის სხვაში ცუდები არის ძალიან კარგი სტატიებია ბევრი და გამოსადეგი და რაღაცა მაგრამ ნუ მე წაიკითხეთ მაგალითად თუ იცით სხვა ენები ნახეთ შეადარეთ ის ჩვენი დონე და სხვისი დონე და როცა ენა იცით კი პატივისცემა მაინც არის საჭირო ეს თვითონ ეს დაკიწვია გოგოებს კი ვეძახი მაგრამ ეგ ტრაგედია უფრო ვიდრე ის ხო და მოგეთ ეს აკადემიური სივრცეში უფრო ყველაზე მეტი არის დიქტატურა სწორედ აკადემიურ სივრცეშია საშინელება არის ხდება და ამას ლაპარაკობენ თვითონ აი ეს ფილოსოფოსი აი ეხლა ბოლო ხანებში ამოიღეს მაგრამ იმ ავტორზეც გითხარი რომ 60-იან წლებში დაიწერა ეს წიგნი და 50 წლის მერე კაცი მოკვდა მწერალი და 50 წლის მერე ფრანგულად ითარგმნა ეს წიგნი გააკიშდნენ ფრანგები და სადაც 2000 წლებში გამოვიდა ხელმეორედ ეს წიგნი ინგლისურად და მოხდა ბუმი და ახლა ითვლება ეს წიგნი განსაკუთრებით ითვლება კიდე აქ რაღაცები დაწერილი და ეს წიგნი განსაკუთრებით ითვლება ამერიკულ კლასიკად ჩათვალეს კაცი არ აღიარეს ცხოვრება გაუმწარეს და ის უკვე 60-იან წლებში წინასწარმეტყველია ეს თუ მაგცეს წაიკითხავთ არ წაიკითხოთ ჯობია და საშინელებაა მაგრამ ყველა ჩემნაირად არ აკითხო ზოგი რო წაიკითხეს აი ვაშკურადღება არ მიაქცეს იმიტომ რომ ნამდვილი მწერალია ყოველთვის იცოდეთ არის წინასწარმეტყველი საერთოდ ეს მწერლობალი თუ ნამდვილი პოეტია აი ქრისტიანული ხო ეპოქაც ხდება ჰომეროს ეპოქაც ნებისმიერი ძლიერ აი დანტე ვინც არ უნდა აიღო ვინც შემოინა აი მამარდაშვილი ამბობს რომ ბევრი ტექსტები დაიწო ხელნაწერები არ იწვიო ბულგაკოვი რომ ამბობს სადღაცას მართალია ხე როგორ არ იწვიო მაგრამ ამდენი წიგნებია დაკარგული და რაღაცები მაგრამ ერთი ტრაგედიები ბერძნულმა ერთ-ერთი სენეკას ტრაგედიები შემოგშა და ჩემ დაიკარგა ვირგილი ბევრი უამრავი რაღაცა მაგრამ ამარდაშვილი ამბობს ის რაც შესანახი იყო ისტორია მაინც ინახავს რა იმიტომ
ზოგიერთ ეს კარგი მწერალი, კარგი ფილოსოფოსიც, კარგი მხატვარიც, ყოველთვის არიან წინასწარმეტყველი. იმათ რა და მაგრამ მთელი მაგათ უბედურობაზე რომ მედიუმები არიან და თვითონ იყუპი, თვითონ წვავს ეს ანადგურებს ეს, იმიტომ რომ თვითონ გამტარები ხდებიან და ხო იცით მოკლე ჩართვები ხდება ამ გამტარებში რა. ხო და აი ამას ეს კაცი ამბობს და გასაგებია რომ ვერ იცნეს საერთოდ და მოკლედ ეგეთი ამბავია და ამ artificial intelligence სხვა რაღაცა მინდოდა, მაგრამ აი ამას დავტოვებ მაინც. იმიტომ რომ იცით რა არის ხა ეს კი სისულელები ვლაპარაკებ, ვისაუბრე ეს ადამიანი, ვისაც ვაინტერესებდა და უნდა ჩემი საუბარი, ჩქარზე ჩართვათ ამას და მოусვენთ და მანქანაში რო ზიხართ რაღაც, მაგრამ მე ეს რო წავშალო ხოლმე, შლი ხოლმე ზოგჯერ ეს რაღაცე ბოდოს რომ მოვარტყავ ხოლმე და მაგრამ მე უკვე მეორეზე ესე იგი თუ წავშალე 2-3 მე 4-ზე რომ რაღაცა მინდა ხოლმე აღარ ვაკეთებ მე წვეტან მაინც წავშლი ვიტყვი ხოლმე აი ამიტომ ვაიძულობ ხა ჩემთანს და ამას დავდებ რომ რაღაცა მე მივიყვანო ბოლომდე ისე თქვაც მინდა ხო აი artificial იმაზე 10 ლექცია რო გავაკეთე იმის მე ეს ტრანსკრიპტს ხო აკეთებს ეს YouTube-ი და იქიდან გადმოვიღე, ერთი ჩემი ლაპარაკის მანერა ისედაც რთულია მე ხა არის ისე ხა ქართული ესე კარგად რომ ყველა ჩემი ნიუანსები გაიგოს. დიქციაც უცნაური მაქვს. და ლაპარაკის მანერაც უცნაური მაქვს, ყველა რა ვიცი რაც კი ყველა იმას ვიყენებ რა ძველ ქართული ამოყოლებული ახალი რუსული ბერძნული ყველა სინტაქსი ყველაფერი არეული მაგრამ რა იცი ხა მაგ არა ჩემშულოს უჩიტენ ქართულის გაგება ხო და ამიტომ გადმოვიღე ხო და მე მეთქი ესე გავაკეთე ამ მეთქე ეს რა ფილოსოფია არ არის მაქსიმეზე მეთქე ეს თან ეს უახლესი სტატია თან ეს მისი საყვარელი და ვისაც პარტივს მისი დაწერილია და მაგრამ ის ფილოსოფოსობს ის ტიპი რა ეს ფსიქოლოგიური აგდამთავრებული ლაკანზე დაიცვა თავისი სამაგისტრო თუ არ ვცდები ფსიქოლოგიაში მე წავიდა კემბრიჯში გააკეთა უკვე თეოლოგიაში თუ მე თეოლოგიაში ჩააბარა ხო ჯერ სამაგისტრო ჯერ ლაკანი დაამთავრა იქ რაღაცა გააკეთა ლაკანზე აქ პირველი ნაშრომი მე თეოლოგია ისწავლა და კემბრიჯში გააკეთა სამაგისტრო და ჩამოვიდა და ზიზულასთან დაიცვა სადოქტორო მაქსიმეს და მის ეს წიგნი 90 წლების დასაწყისში 93-ში გააკეთა და ეს წიგნი ითვლება ერთ-ერთ ძნელ წასაკითხს წიგნი და იმის მერე ბევრს წერს ბევრს ლაპარაკობს ბევრს რაღაცას ტიპი და მეტნაკლებად პოპულარულია საბერძნეთში საზოგადოებაც მაგალითად თუ რამე ესეთი კრებული გამოდის სადაც მაქსიმეზია ლაპარაკი მაგალითად თუ გამოვიდა რაღაც მაქსიმეს შესაძლოა რამე კრებული თვითონ ყოველთვის არის ხოლმე ის ლუდოვიკოსაც ეუბნებიან რომ სტატია დამეწერა ლაუთია ლუდოვიკოა დიდად ლაუთია ხოლმე და ლუდოვიკო მართლმადიდებლები და ხშირად და ყველაფერი ამის მე თხოვა და მეთქე ალბათ ქართულად ესე ვილაპარაკებ მე ამ ტრანსკრიპტს გადმოვიღებ და artificial intelligence-ის საშუალებით გავაკეთებ ეს სუმარი იმაზე თვითონ წამკიშლის მე იმ საათებს და იმას და რაღაცას და მე ამ ტექსტზე ცოტა წავიმუშავებ თარგმნი ინგლისურად ისევე თუ გინდა artificial intelligence ჩააგდებს გადაგიტარგმნის მე просто იქ უნდა შეამოწმო რაღაცე და ქართულად ტრანსკრიპტს რო გიკეთებს ისეთი სიტყვებით გიკეთებ როგორც გითხარით ინგლისური ისეთი სიტყვებით გიკეთებს რომელიც ინგლისურ შეესაბამება რა და ადვილად გადააკ ინგლისურად რაღაც ისეთი უცნაურ სიტყვებს რო ამბობ იმას საერთოდ ვერ უკეთებს ტრანსკრიპტს მიზან შეწონილობას მე მგონი ვერ რაღაც სიტყვებს ხო ამოხორთ ამ მაქსიმესთან დასახულობა მიზან დასახულობა მიზან შეწონილობა მიზან დასახულობა მიზანი რაღაც ეგეთი მიზან ბოლოს ვიტყვი სიტყვას რაღაც მიზან ბოლო იმიტომ რომ
ტელოსი, ტელეოლოგიას რო ეძახი და ტელოსი ბერძნულად ნიშნავს მიზანსაც და ბოლოსაც, დასასრულს. მიზან კიდე შეიძლება იყოს და მიზან ბოლო. მიზანიც არის, გოულიც არის, ტარგეტიც არის და ენდიც არის რა. დასასრულიც არის. და ამ სიტყვას რო ეხა ვეღარ გებულობს. ხო და და ნუ ვერ გააკეთა დამიწერა რა, ესე იგი ბოლოს მივიღეთ ტექსტი, რომელიც არის აი რაღაც გასაშუალებული, ჩვეულებრივი მაქსიმე სტუდენტებისთვის შესავალი კურსის რაღაცის, ნუ არ გამოვიდა რა, წყალს ჩაანახარე ყველაფერი. ხო. ხა მივდივარ ბოსტონში სექტემბერში. მასთან უნდა დავრჩედო. შეიძლება ნუ ერთ საღამოს ნუ ხტესე თუ მე მახსოვს რაღაცა ჩანიშნულები მაქვს. და იქ შეიძლება მე ვილაპარაკოთ რა თან ჩემი მეგობარიც მოდის. იქიდან პარიზიდან ჩამოდის ერთად მივიდივართ და ნუ შეიძლება იქ რაღაცა დავზედ ლუდზე და იმაზე და იქ რაღაცა ძირითადი ნაწილები ასე ვთქვათ ადგილ ჩემოსოსო გავაკეთოთ. ხო, კარგით ეხა და ამას მაინც გამოვაქვეყნე ბოდიშით და მე აი იმ ტექსტს ავიკითხავ, რომელსაც ალბათ დაჭირდება მაქსიმალ 10 წუთი.